სახელითა მამისათა დადისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. მადლობ ჩვენ უფალს იმისთვის, რომ მოგცა ძალები ფიზიკური, სულიერი, რომ აგვესულებია საღვთო წირვა საუკუნიდან შესვენებულთა, მონათა და მხევალთა, რომელთა სახელების აღვასრულეთ დღეს ყველა ეკლესიაში აღესულება მიცვალებულთა მსახურება. ეს დღე ტიპიკონურად არის განჩინებული და საღვთისმსახურო წიგნებში ასახულია და საკითხავებიც არის შესაბამისად მიცვალებულთა. ეს დღე განსაკუთრებული არის და ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია თავის დედობრივ მზრუნველობას, თავის დედობრივ სიყვარულს გამოავლენს ყოველ ჟამს და გამოავლენს თავის ცოცხალ შვილებზე და თავის გარდაცვალებულ შვილებზე. გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ უფლის წინაშე ყველა ცოცხალია და ღმერთი ადამიანს უყურებს როგორც მარადიულ არსებას. ღმერთი ადამიანს უყურებს როგორც გარდაცვლილ, სხვა მდგომარეობაში გარდაცვლილ და კვალად მერე ცხოვრებად, ანუ მარადისობაში გარდაცვლილ, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გარდაცვლილ ესე უყურებს ღმერთი და შესაბამისად ვინაიდან და რადგან ეკლესია არის დედა და ვინაიდან და რადგან დედა ეკლესია ადამიანს უყურებს როგორც მარადიულ არსებას, როგორც დედა თავის შვილს მარადიულად ასწავლის, განსწავლის, მოუწოდებს იმისკენ, რომ იყოს კარგი, იყოს უკეთესი, იყოს უმჯობესი, ასევე დედა ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ და დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მოგვიწოდებს დედა ეკლესია სიყვარულისკენ, ერთობისკენ. მთელი ეს საკითხავები, მთელი ეს ლოცვები, მთელი ეს მსახურება, რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს აღვასრულებთ, არის მოწოდება ერთობისკენ და სიყვარულისკენ, ჩვენი მიცვალებული სიყვარულისკენ და მოწოდება, როგორც დედა თავის შვილებს ასწავლის, რომ აი მაგალითად რომელსაც უფრო რაღაცა უჭირს და უფრო რაღაცა გაჭირვება აქვს, მეორე შვილს ეუბნება, რომ მოდი შენ დაეხმარე იმას. აი თუნდაც მატერიალური ავიღოთ, ხო, ერთ შვილს უჭირდეს, მეორეს ჰქონდეს, ხომ დედა ხომ ეთქვის შვილო, აეხმარე იმას უჭირს, იმას არა აქვს, ხო? აი ესე დედა ეკლესია გვასწავლის ჩვენ დახმარებას, დღევანდელ დღეს გვასწავლის დახმარებას მიცვალებულებისადმი. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ჩვენ დედა ეკლესია ისი თქვენ რომ მოწოდება არის და მეორეს მხრივ ჩვენ დედა ეკლესია დაგვაფიქრებს. სიკვდილი არავინ არ იცის, როდის მოვა და არავინ არ იცის, ვისაც მოუწევს გასვლა ამას სოფლიდან და ვისაც მოუწევს წარდგომა უფლის წინაშე და როდის. და საკითხავებიც არის ისეთი, რომ აი დღევანდელ დღეს მაგალითად აი აქებდითის მუხლები არის, სადაც წერია ის ადგილები, რომელიც არის ჯოჯოხეთში. და ვკითხულობ ჩვენ, რომ საშინელა არის აღსასრული სიკვდილისა და საფლავის აგლოველი, ხოლო ცეცხლი უშრეტი გამზადებულ არის ცოდვილთათვის და ჩამოთვლილი არის ცეცხლი უშრეტი მატლი წამლიანი და ღრჭენა კბილთა დაუცხრომელი, ბნელი გარესკნელი და საუკუნო სატანჯველი, დაუსრულებელი და ამისთვისო გიღაღადებთო მაცხოვარო ჩვენო შეიწყალე, რომელიცა მოიცვალე შენდამ. ესე იგი ნახეთ როგორი მოწოდება არის, ჩვენ შეგვახსენებს იქ რა მძიმე მდგომარეობა არის და მერე ჩვენ ლოცულობთ მათთვის. ნახეთ აი ჩამოთვლილია ჯოჯოხეთის მდგომარეობები და მერე მოსდევს ამას ის, რომ შეიწყალე უფალო, რომელი მოიცვალე შენდამიო, ამიერ საწუთოსა ცხოვრებისაგანო. ესე იგი ორმაგი მოწოდება არის, როგორც გითხარით, ერთი რომ ჩვენ შეგვახსენებს იმას, რომ სად შეიძლება ჩვენი მიცვალებულები რო იყვნენ და შეგვახსენებს იმას, რომ შეგვიძლია ჩვენ მათთვის შვება მივცეთ მათ და მეორეს მხრივ ჩვენ შეგვახსენებს იმას, რომ ეს დღე ჩვენ დაგვიდგება და
და მაშინო საყდარსა ზედამჯდომარე ხოლო დღეს საფლავად მიეცემის გუშინ პორფირითა შემოსილი დღეს მიწასაშინა განხსნილი იქნების არღარა მჯდომარე საყდარსაზე და არამედ მცირესა საფლავსაშინა შეწყდეული აი შეგვახსენებ ჩვენ იმას რომ ამა ქვეყნიური ყველაფერი ამაო არის სად არისო სიმდიდრე სად არის დიდება სად არის პატივი და ესე ყოველი როგორც ტვერი ისე წარმოჩინდება შემდგომ და ჩვენ დღევანდელ დღეს ვევედრებით უფალს რომ აი ვინც უკვე გავიდნენ აი ამ სოფლიდან და გავიდნენ და გარდაიცვალენ სიკვდილისაგან რომ როდესაც იქნება ცხოვრება როგორც წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში რომ გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრება და ანუ ჯერ სიკვდილია და მერე ცხოვრება და აღდგებიანო მდარნიო მართალი ცხოვრებასა საუკუნოსასა ხოლო ცოდვილი სასჯელსა საუკუნოსა და ჩვენ დღევანდელ დღეს ეკლესია არ გამოყოფს არავის ყველას მოიხსენიებს მღვდელი მღვდელმთავარნი მეფენი მთავარნი ჭაბუკნი ჩვილი მამანი დედანი აი ჩამოთვლილია ყველა აბსოლუტურად ყველას იხსენიებს და დღეს მათი დღე არის და დღეს ჩვენი სიყვარულის განსაკუთრებული გამოვლინების დღე არის და დღეს ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სიკვდილზე მე ვგოდებ და ვიგლოვ რაჟამს მოიხსენო სიკვდილიო და ჩვენ არ ვფიქრობთ სიკვდილზე და შესაბამისი არის ჩვენი ცხოვრება როდესაც ჩვენ დავფიქრდები სიკვდილზე მაშინ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება ზოგიერთი ფასეულობები აიწევს ზევით ზოგიერთი ფასეულობები დაიწევს ქვევით და ესე ჩვენ შევეცდებით შემდგომ რომ არ ვიყოთ უმეცრები შესვენებულთათვის და სიკვდილისათვის როგორც ამას დღევანდელ სამოციქულოში პავლე მოციქული წერს თესალონიკელთა მიმართ წერილში რომ ძმანო არ აგუნებავს უმეცრებაი თქვენი შესვენებულთა მათთვის ერთი არის ის რომ ჩვენ გვიყვართ ჩვენი მიცვალებული და ვცდილობთ რომ მათთვის რაღაცა გავაკეთოთ მაგრამ მეორე არის მეცნიერებით აღვასრულებთ ამ საქმეს თუ ესე იგი უმეცრებით ანუ ჩვენი სადღაც გავგვიგონია და რაღაც ისე ჩვენ მოვიფიქრეთ თუ დედა ეკლესია რას გვასწავლის და დედა ეკლესია რას მოგვიწოდებს ჩვენ ყველა გარდაცვალებული მისი შვილები არიან დედა ეკლესიის შვილები არიან და როგორც გითხარით დედა ჩვენს მისი შვილები ვარ და დღევანდელ დღეს გვასწავლის მათზე მზრუნველობას და მათთვის ლოცვას ღმერთმა შეიწიროს თქვენი სიყვარული ღმერთმა შეიწიროს ლოცვა თქვენ ნახევარწირვაზე მობრძანდით ჩვენ გუშინაც ვიყავი და მე არაერთხელ ამიხსნია თქვენთვის რომ წირვა ლოცვა ეს არის ერთი მთლიანობა მაგრამ შეგიწიროთ ღმერთმა თქვენი ნახევარი დასწრება აი ამ წირვაზე ღმერთმა თქვენ მიცვალებულებს არ მოაკლოს ის ნახევარი რომელიც თქვენ არ ვიცი რა გარკვეული მიზეზების გამო ალბათ მოაკელით მე შევთხოვ უფალსო მათ არ მოაკლდეთ და ღმერთმა მოგმადლოთ ჩვენ გააზრება იმ სიტყვებისა რომელთაც თავდება დღევანდელი სამოციქულო ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ ანუ ეს არის ესე იგი ჩვენ უნდა ფიქრობდეთ იმაზე რომ ჩვენ უფლისა თანა ვიყოფოდეთ და ჩვენ უნდა ფიქრობდეთ იმაზე რომ ჩვენი მიცვალებულები უფლისა თანა იყოფოდა ესრეთ მარადის ერთად ვიყოფოდეთ უფლისა თანა თუ ჩვენ მარტო ჩვენ თავზე ფიქრობ და არა მიცვალებულებზე ჩვენც ვერ ცხონდები და ვერც ისინი ცხონდებიან და ვერთმა ინებოს რომ ეს სიტყვები ჩვენზე და აღსრულდეს ამინ რომ ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ ჩვენს და ჩვენი მიცვალებულების